ისრაელსა და ირანს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიშები გამდენისას მიიტანა. ისრაელის სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ირანული რაკეტები სამიზნე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ობიექტი იყო. საგანგებო სამსახურმა დაადასტურა, რომ დაშავებულია 2 ადამიანი, რომელთაც ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ამავდროულად ირანმა გასულ ღამეს იერიში მიიტანა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე, ქალაქ ჰაიფაზე. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს საცხოვრებელ უბანში გაჩენილი ხანძარი და დაზიანებული ავტომობილები. ისრაელის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წინა დღეს იერიში შედეგად ნანგრევებში კვლავ რჩება 2 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, ცოცხლები არიან ისინი თუ არა. მაშველები ჩრდილოეთ ისრაელში ეძებენ კიდევ 3 დაკარგულს, რომლებთანაც კონტაქტი ირანის იერიში შემდეგ გაწყდა. მედიკოსების განცხადებით ადგილზე მისულმა ბრიგადებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოიყვანეს. მძიმე მდგომარეობაშია 1 ასაკოვანი მამაკაცი, 3 კი მსუბუქადაა დაშავებული, მათ შორის 1 ჩვილია. ირანის მიერ მიტანილი იერიში შედეგად ქალაქ ჰაიფაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი თითქმის სრულად ჩამოინგრა. მიუხედავად საერთაშორისო მცდელობისა, ისრაელსა და ირანს შორის ჯერჯერობით არ ჩანს დეესკალაციის ნიშნები.